კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მეც წარგიდგენთ ჩემს სტუმრებს, მაყურებელი დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად ცნობს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი და ვიცე-პრეზიდენტი ლევან სალუფაძე. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა ჩვენთან ერთად ხართ და საუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენაზე. ევროპის ჩემპიონატი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სანაკრებო ღონისძიება, რომელსაც თითოეული ქართველი გულშემატკივარი ელის და თან ჩვენ განებივრებულები ვართ იმით, რომ უკვე მეორედ გვიწევს თამაში, რაც ნამდვილად არ არის სახუმარო ამბავი. ამ ევროპის ჩემპიონატს, ამ მნიშვნელოვან თარიღს კიდე ბევრი სიახლე მოყვება, რომელზეც დეტალურად ვისაუბრებთ და მხოლოდ მე არ ვარ დღეს დასაჩუქრებული, არჩილ ესეც მინდა გითხრა, თქვენთვისაც არის სანაკრებო მაისურები. ძალიან დიდი მადლობა. რომელსაც რომელი ეკუთვით, თეთრი თუ წითელი? აი ლევანი დაგვეხმარება. წითელი შემირჩიეთ. მე მივიღებ, თქვენ რა შემირჩიეთ იმას. დიდი მადლობა. მოკლედ, პირველ რიგში კი ბატონო, დიდი მადლობა. თუმცა თუ გაცვლით არ გვაქვს ჩვენ ამის პრობლემა. ორა კარგია, ნახე რა, და გამოვჭრიალდებით. იქნებ 17-შიც. თუ 17-ში ხო? ვიცოს პირველი თამაში ხორვატიასთან. ეს 70 რას ნიშნავს მაყურებელს რო აუხსნათ, ხელბურთს უსრულდება 70 წელი ქართულ ხელბურთს. კი ბატონო. აი ამ 70 ნომერში, რომელიც უკან არის მაისურზე დატანილი, გვარებია, კი ბატონო, გვარები. დამსახურებული ხელბურთელების, ვინც თავისი სახელბურთო კარიერით დღევანდლამდე მოიტანა. შვენიერი იდეაა ესე გალამაზება. ნუ მაქვს ბედნიერება და პარტიები, მეც და ვახოც ვართ საბედნიეროდ. მოხსენა იმ საყვარელი ადამიანის, ვინც თავისი 2026 70 წლის თავი არის ხელბურთის ფედერაციის და ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი აქტივობები გვაქვს ამ ევროპის ჩემპიონატის გარდა, ძალიან ბევრი აქტივობები გვაქვს. ისე დაემთხვა ეს სიმბოლური თარიღი ამ ევროპის ჩემპიონატს, რომ დიდი მადლობა. შეიძლება ეს დამთხოვებით რაღაცნაირად გავლენა იქონიოს ამ ყველაფერზე. აბა, ეს ლოგო ხო, უკვე არც ახატია. აი მორაგბავში გამოვაცხადა 2020 ავირჩიე. და მითხარით რა არის ეს რაღაცა? ეს არის ფიზიკური და მენტალური ერთობის სიმბოლო, ქართული სიმბოლო არის და სიმბოლურად გავაკეთეთ ეს, რომ ეს ერთობის სიმბოლო, შემდეგ ყველა ის ხელბურთელი, ვინც ამ 70 წლის განმავლობაში ნაკრების დონეზე და ხელბურთი აქამდე მოიტანა, ერთად გაერთიანდა და ქვევით საქართველოს წევია. ქართული ხუროთმოძღვრების ტაძრებში ხდება მე-11 საუკუნიდან. ხოჭაღ მარკეტი. ფანტასტიკურად იმუშავა. როგორ არ მოვიცოდეთ, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა ერთია, ერთობა როგორ გამოიყურება, აი? თან ასე დრო სიმბოლიკას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და დაწუნებული ვარ, რომ აი ეს მიდგომა, ეს მუხტი მე მოთამაშეებზეც გადადის ხოლმე, იმიტომ რომ შეფუთვას ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კი ბატონო, იუბილესთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკმა გამოუშვა მონეტა, დღეს გამოვიდა მიმოქცევაში გაყიდვაში არის. კი ბატონო. ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად საკოლექციო საფოსტო მარკა გამოუშვეს და ერთი ფილმი გადაივიღეთ ახლა ამ გამარჯვებასთან დაკავშირებით 2020 სპორტული ჟურნალისტთა ასოციაცია 25 წლის წარმატებებთან დაკავშირებით სპორტული ჟურნალისტთა ასოციაციამ გადაიღო, ვიღებთ დოკუმენტურ ფილმს ამ 70 წელთან დაკავშირებით და ძალიან ბევრი ძალიან აქტიურია თქვენი ფედერაცია მომწონს ძალიან. მგონი კიდე ერთი ფილმი გადასაღები იქნება ჯგუფიდან გასვლის შემდეგ. ამაშიც მაგაზე სერიალს გადავიღოთ, ოღონდ მოხდეს ისეთი ჯგუფი ყავს, რომ მაყურებელმა იცის ჯგუფში ყავს შვედეთი, მასპინძელი, რომელთანაც გვაქვს რომელიც ითვლება აი ფეხბურთში ხო ითვლება 70 წლის ბრაზილია საუკეთესო გუნდად. ხო, ეს არის შვედეთის 2000-იანების მიჯნაზე მყოფი გუნდი ითვლება საუკეთესო გუნდად ყველა დროის. თუმცა იქვე არის ხორვატია. ეხლა გითხრათ ტიტულები მაყურებელს უკვე ეკითხება ჩვენ რო ხვდები აი რა ჯგუფი გვაქვს. ხორვატია არის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ფეხბურთისგან განსხვავებით კალათბურთი თიკამ ძალიან კარგად იცი და ხელბურთი ოლიმპიადა არის მთავარი ტურნირი და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ერთგზის მსოფლიოს, თუმცა 4 ვერცხლი აქვს მსოფლიოზე და 3 ვერცხლი დაბრინჯავა ევროპაზე. ანუ მუდმივად სადაც გამოდის უმედლოდ არ ამთავრებს. შაშანი იყო მსოფლიოს ფინალში. კი ბატონო. მაგრამ ანუ ბურთი უნდა იჭიროთ ხელში ხორვატებს, ხო? ხორვატები არიან ბურთისთვის ესე იგი. და რაც შეეხება შვედებს, ისინი ოლიმპიადის ჩემპიონები არ არიან, მაგრამ 4 ფინალი აქვს წაგებული. 4-გზის მსოფლიო და 5-გზის ევროპის ჩემპიონები არიან. აი ესეთი ჯგუფი შეხვდა, სიკვდილის ჯგუფი. და მაინც და მაინც. ხო, ეხა ნიდერლანდებზე აღარ მოვყვეთ მაშინ. ნიდერლანდები არ არიან გრანდები. არ არიან სახსენებელი. არა, ამ ორ ნაკრებთან მართლა ახლოს ვერ მივა უხერხული. ხო, თუმცა ეხა რეიტინგი. მაგრამ ხო ხელსამოსაკრებები არ არის. გრანდებთან ახლოს არის. ხო. ჩვენ სპორტსმენები ვართ და უკაცრავად სპორტსმენები ვართ და რა თქმა უნდა ვიბრძოლებთ და წავალთ, მაგრამ ეხა ისეთი მოლოდინებიც რომ გააჩინო რომ
ეს იმას ნიშნავს, რომ გინდა თუ არა ამ გუნდებს უნდა მოუგო, არ არის, რა თქმა უნდა, შანსები ძალიან მცირეა, მაგრამ თუმცა რატომაც არა. ქონია შემთხვევები, მაგალითად უნგრეთის ნაკრებს უნგრეთში მოუგეთ და ევროპაზე გავედით, დაახლოებით იგივე შანსი იყო, მაგრამ შეძლეს ჩვენ მობიჭერმა. და მე როგორც გულშემატკივრების ოჯახის წევრი, ჩემი შვილები და ჩემი მეუღლე დადიან ხოლმე ხელბურთზე, ვიცი რომ ვარსკვლავები გვყავს ხო ნაკრებში და გვყავს ასეთები. მოგიყევით სპორტსმენებს. ხო, აი, ნადირობენ ხო, რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ხელბურთელები. კი ბატონო, ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რამდენიმე წლის წინ შევკრიბეთ ახალგაზრდული გუნდი. ბევრი მწვრთნელი ვცადეთ, რუმინელიც გვყავდა, უნგრელიც გვყავდა, მაკედონიიდანაც, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ ტიტე კალანდაძე, რომელმაც ეს თაობა გაზარდა, ტიტე კალანდაძე დაგვენიშნა უფრო თვითონ თავის დროზე ვარსკვლავი ქართული კი ბატონო, თავის დროზე ვარსკვლავი. რომელიც ასევე არის ფაქტიურად ტიტეს გაზრდილები არიან ეს ცოტა ყველა ვერა მოგიკითხეთ. ტიტეს გაზრდილები არიან ეს თაობა და დამარცხած გაამართლა კაი ძალიან იდეალური სიტუაცია არის გუნდში. თბილისური შეკრება წარმატებით გაიარეს თბილისში იყვნენ შეკრებილებით. აბსოლუტურად ორი კაცის გარდა, ადამიანის გარდა ყველა რეგიონერი არის და ძალიან მონატრებულები იყვნენ, ოჯახიც და ერთმანეთის ენატრებოდა და თბილისში მართლა ნაყოფიერი შეკრება გაიარეს. ეხლა არიან სლოვენიაში, იქ გრძელდება შეკრება და 14-ში გაემგზავრებიან მალმოში. უკვე და 17-ში გვაქვს პირველი თამაში. 15-ში შეუერთდებით ჩვენ ვიწყებთ ხორვატი. კი ბატონო. საინტერესოა ვარსკვლავებზე რო ვთქვა, წინა ევროპაზე ხა ჩვენ ერთი თამაში მოვიგეთ, რაც დებიუტანტისთვის დიდი წარმატება იყო, მაგრამ თავარი რა არის, უამრავ ჰაილაიტში მოვხდით. ანუ ყველაზე მეტი ჰაილაიტი ევროპიდან იყო ჩვენზე ეს ცხოვრებაზე რო ხტება, თუ გაქვთ ნანახი ყოფიფეთი და მასზე თქვეს რომ გრავიტაციის წესი არ ღვევს. აი ამ ადამიანებზე ვსაუბრობთ, ზუსტად რომლებიც არიან რაღაცა ძალიან წყინავი. დღემდე გრძელდება ცინცაძეს ჰაილაიტები, კვილაშვილის, ცხოვრებაძის, ყველზე ერეკლე არსენიშვილის, ყველასი და ძალიან დიდი ძალიან მაგარია. თან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ერთია როცა პირველად გადიხარ რომელიმე დიდ ტურნირზე, აქ ყოველთვის არსებობს ხოლმე რიგი ბჭყალებში გულშემატკივრების აზრი, რომ თქვათ, აი ამ მოულოდნელობის ეფექტმა, ხო, რაღაცა შეუფასებლობამ სხვა ნაკრების მიმართ მოგცა იმის შანსი, რომ იქამდე მივსულიყავით. ერთ-ერთი ესეც ისულელია, მაგრამ ამ ყველაფრის საპირწონედ ხდება ის, რომ ზედიზედ მეორედ გადის ჩვენ ნაკრები, რაც ყოველთვის ბევრად რთულია, იმიტომ რომ რეალურად რო შევხედოთ, კიდევ უფრო მეტი ყურადღება მოდის ალბათ ყველა ნაკრების მხრიდან ჩვენს ბიჭებზე, კიდევ უფრო მეტად და ზუსტად სწავლობენ ყველა ტაქტიკურ მონახაზს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ხოლმე თამაშს და ხო, რა თქმა უნდა. ჩვენც რო ვსწავლობთ, სწორედ ამიტომ მოვახერხეთ ზედიზედ მეორედ გასვლა და აი ეს გვესმის ლევა, რომ ის რეგალიები, რომელიც ჩვენ ჩამოთვალე ამ ნაკრებების ქმნის საერთო სურათს, თქვათ, ფურცელზე ვინ იქნება. საფრანგეთის და გერმანიის ნაკრების შეხვდე ჯგუფში. პროგრამა მინიმუმი არ ჯობია დიდი კონკურენციაში შეხვიდე. თავიდან რომ გაიზდები, უფრო ვიდრე რაღაცა ისეთ თამაშს. ტაქტიკაზე რო იყოს საუბარი, ზუსტად იმაზე, რომ ჩვენი გუნდი თამაშობს იმპროვიზაციაზე. ჩვენები არიან ძალიან მაღალი ინდივიდუალურად მომზადებულები არიან და ფაქტიურად შეუძლებელია ჩვენების ამოცნობა. ეს ტაქტიკურად ბოლომდე რო გაშიფროთ და ამის იმედზე ვარ ჩვენ რომ მე დარწმუნებული ვარ ჩვენი ბიჭები სურპრიზების შევთავაზებთ ხორვატიასაც, შვედეთსაც და რა თქმა უნდა მე კიდე რახან გავდივართ ამ ჩემპიონატზე, ნელ-ნელა უკვე ამ წუწუნს რო იცი რა ეს გრანდი შეხვდა, ეს გრანდი უნდა შევეშვათ, იმიტომ რომ ცხოვრება არ არის წვიმაში ქოლგით სიარულის სწავლა, ცხოვრება არის წვიმაში ცეკვის სწავლის პროცესი და ამიტომ ჩვენ ნელ-ნელა ამ გრანდებთან თამაშს უნდა მივეჩვიოთ. თუ ამ ევროპაზე არა, შემდეგზე მაინც. და პირველმა ევროპამ რა გამოცდილება მოგცათ? ხო, რაღაცა ხო შეცვალეთ ალბათ თქვენც მიხვდით რა ჯობია. სხვა გარემოში მოხდნენ ბიჭები, ხა გადაჭედილი 20.000-იანი დარბაზი გერმანიაში იყო, გამოვიდნენ. სხვა სიტუაცია, უცბად ევროპის ჩემპიონი თავისი ის ქონდა, რა თქმა უნდა, ამას მღელვარება ახდა და პირველი თამაში სწორედ ჰოლანდიასთან წავაგეთ და იძახდნენ, რომ პირველი რო არ ყოფილიყო მოუგებდითო და აგერ არის მესამე ჰოლანდიასთან და ეგერ არის ბურთია და მოუგონ. წავიდნენ და მოუგონ. და პირველ ევროპაზე არც დავარია გულშემატკივარი ძალიან დიდი სიმპათია დაიმსახურა. მთელი დარბაზი, სავსე დარბაზი ჩვენ გულშემატკივარი. იგრძნეს ეს ბიჭებმა. ხოჩა. რაო, თინე ხო არ ქალთა ყოფილა, ხედავ შე? ხო? ქალთა ოდნავ პატარა არის. აჰა. არა, ქალთა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი, ანუ ქალთა ხელბურთიც გვაქვს, ხო ჩვენ? ძალიან კარგი ახალგაზრდები ყავს გოგონათა გუნდი 15 წლამდელთა, 16 წლამდელთა და
ვაპირებთ რომ მომავალში როგორც ვაჟები ისე გავიდნენ ევროპის სამწუხაროდ რაღაცა პერიოდი ჩავარდნა ქონდა ამ მიმართულებით და სამწუხაროდ ასეთი და მე მაინც მინდა რომ რაღაცნაირად მოუწოდოთ ახალგაზრდობას რომ რაც მეტი ჯანსაღი ცხოვრების წესი დავკავდებით ადამიანები უკეთესია და კიდევ როცა წარმატებას აღწევ კონკრეტული მიმართულებით კიდევ უფრო მეტი мотиваცია და სტიმულია ხო ასეა რა თან გამოჩნდა რომ მიუხედავად იმ 30 წლიანი დაახლოებით ჩავარდნის და ხელბურთი ქართველების სპორტია იმიტომ ჩვენ ტრადიცია ყოველთვის ჰქონდა თან ლევან რეალურად ეს გადახალისება და სიახლეების შემოტანა ხელბურთში მაინც და მაინც დიდ დროს არ მოიცავს ანუ ძალიან მოკლე დროში მოვახერხეთ ის რომ აი ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბებით, ახალი გუნდით, ასე ვთქვათ, ასპარეზზე გამოსვლით, მომენტალურად დაიდო შედეგი. გავედით ევროპაზე და ეს ისტორიული შედეგის გაუმჯობესებასთან მისვლას ვცდილობთ ახლა. რა სიახლეებს უნდა ელოდოს გულშემატკივარი მომდევნო პერიოდში და ვთქვათ, რაიმე ისეთი თუ არის ჩანიშნული ამ პერიოდში, თუნდაც აი მსოფლიო ჩემპიონატს რო შევეხოთ, რაზეც შეგვიძლია რომ მაყურებელს 1-2 სიტყვა უთხრათ. ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე წინაზე ვითამაშეთ პირდაპირ პლეი-ოფში დაგვიშვეს, იმიტომ რომ ევროპის ჩემპიონატზე ერთი თამაში რომ მოვიგე და მესამეზე გავედი ჯგუფში, გვეკუთვნოდა იქ პირდაპირ შესარჩევი გამოგვატოვებინეს. რა ვიცი, წელსაც ვისურვებდით ასეთ კალათას რომ მოხვდეთ პირდაპირ პლეი-ოფში და ჩვენი მიზნები რა თქმა უნდა არის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა ჯერ და მე დანარჩენი გამოჩნდება. გუნდი არის მზარდი. ჯერჯერობით ჩვენი გუნდი არის დის პროცესში. ანუ იმ წერტილში არ მივსულვართ, როცა ჩვენ ვიტყვით, რომ აი ეს არის ამ გუნდის მაქსიმუმი. ყოველთვის რაღაც სურპრიზებს ველოდებით. რეალურად საკლუბო დონეზე ევროპის წამყვანი მოთამაშეები ყავს, არაერთი რაც ძალიან დიდი ფუფუნებაა და ბევრი ნაკრები ინატრებდა ალბათ. ისეთ მოთამაშეებს როგორები ჩვენ ყავს. ამიტომ ამას რო დაემატება ის გამოცდილება, რომელსაც ამ სანაკრებო ღონისძიებებზე მიიღებენ, დარწმუნებული ვარ, რომ უშედეგოდ ეს უნდა აღნიშნოთ, რომ ნიკოლოზ კალანდაძე დაგვიბრუნდა, ძალიან დიდი ძალა არის, ერთ-ერთი ვარსკვლავი, ახალგაზრდა ვარსკვლავი, ტრავმა ჰქონდა და ტრავმის გამო გამოტოვა 2 სეზონი, მაგრამ ჩვენი კაპიტანი თემური ორჯონიკიძე ვერ შემოვიდა ჯერ ფორმაში, სამწუხაროდ გამოგვაკეთება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ, რომ აი 17-ში თავის სათქმეს იტყვიან. ჩვენ რა გავაკეთოთ? ჩვენ მაისურებით ენერგეტიკით აი ამ მანძილზეც იქნებ ეგ შეგვიძლია. მე პირობას ვდებ, რომ ყოველი მოგებული თამაშის შემდეგ ნაკრების მაისურით მომახიანად ვეცდები, რომ შემოუძახო ხოლმე გულშემატკივარს და დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ჩვენი გუნდი ამ ასე ვთქვათ ტრადიციას დავამკვიდრებთ, იმიტომ რომ მაინც მოქმედებს ხოლმე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს იგებენ მოთამაშეები, გულშემატკივრების ხმაც მისდით მათ და რა თქმა უნდა ერთობას ასე დროს ძალიან დიდი ძალა. საჯანებენ ყოველ ასეთ გამოსვლას და ძალიან ეხმარებათ მათ. უმნიშვნელოვანესია. მე დავამატებ ერთ რაღაცას. როგორც ესეთი გულშემატკივარი ზოგადად ყველა სპორტის და თან უცხოური გამოცდილების მომზირალი წაგებული თამაშის მერე ზუსტად ისეთივე სიყვარული და ომახიანი შეძახილები არის საჭირო როგორც მოგების შემდეგ და ამას ეს არის ისეთი ამაღელვებელი და ეს არის ისეთი მაღალი კლასის გულშემატკივრობა რომ ზუსტად ასეთი მინდა ვისურვო ყველა სპორტში ქართველებისგან ამიტომ სპორტში კარგად ჩახედული ადამიანის არა ნუ ეს არის მართლაც საოცარი შტაბეშტილება რომელიც მე მივიღე და მეც მინდა რომ ასე იყოს ჩემ ქვეყანაშიც და ჩვენ შევეცლებთ ამ ზუსტად საბედნეთის თამაშში ძალიან რთული თამაში გქონდა და 10000 გულშემატკივარი იყო მოსული სპორტის სასახლე არ გავსებულა მეგონი 60-იანი წლების შემდეგ წინა საუკუნის და ურთულესი თამაში იყო და აი 10000 გულშემატკივრის ხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო გამარჯვებისთვის ნამდვილად. დიდი მადლობა. ისევ თქვენი მეძე ვართ. ნამდვილად წარმატება ბიჭებს და ჩვენი გულშემატკივრობა და თანადგომა რა თქმა უნდა თქვენ. მოკლედ 17-ში ვიწყებთ ხორვატიით და მე ვაგრძელებთ და ვაგრძელებთ. რა თქმა უნდა. ერთხელაც წამიყვანე ამ ხორვატიაში რა. მართლა აი ხა შეგვიძლია 17-ში მაგრამ და მისა. ვეღარ ვასწრებ. ბატონო ვახტანგ ლევონ მადლობა. ძალიან დიდი მადლობა საჭიროებისთვის და მოკლედ ჩვენ მზად ვართ გულშემატკივრობისთვის და მაყურებელსაც მოუწოდებთ რა. კი ბატონო. მადლობა ვინც იყავით ჩვენთან ერთად. ამასობაში ჩვენი გადაცემის დროს ამოიწურა. ბედნიერი და წარმატებული დღე მიდა ყველას გისურვოთ და გამარჯობა ჩვენს ბიჭებს რა. ნახვამდის.